სადამდე მიდის ეს პროტესტი, როგორ ვამთავრებთ ამ ხალხს? ალბათ გიფიქრიათ ამას. კი, მაგაზე მიფიქრია და ვფიქრობ, სულ მაგაზე ვფიქრობ რა. ეს არის კრემლში დაწერილი დიდი ხნის წინანდელი სცენარი, რომელიც უკვე დასკვნით ფაზაშია, ასე ვთქვათ. გამარჯვებულები არიან ჯერჯერობით ქართველებზე, რატო რომ ჩვენ ელემენტარულად ჭკუა ვერ ვისწავლეთ, რომ ანუ ქართველს ელაპარაკება და ვერ აგებინებს. დაგვსაქსეს, დაგვყვეს ნაცებად და ქოცებად. სფერო არ არსებობს, რომ გახლეჩილი არ იყოს ინგა. დაწყებული საპატრიარქოდან, დამთავრებული სპორტი გინდა, ხელოვნება, კულტურა, მედიცინა ყველგან გაყოფილია საზოგადოება ორ ნაწილად რა. და აი ეს არის ჩვენი სისუსტე. მე ვფიქრობ, აი ხლა რასაც უყურე ამ რეპორტაჟს, ცოტა გავბრაზდი კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვინც აპროტესტებს, ყველას მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა და თაყვანისცემა წელიწადზე მეტია, ჩემი მეგობრები ყველა ქუჩაში დგანან. ეს ძალიან რთული რამეა და მათ რო დამთავრდება ყველაფერი, მე მგონი რაღაც ცოტა რეაბილიტაციაც სჭირდებათ, ეს იმდენად რთული რამეა და ყველას გვჭირდება რეაბილიტაცია რა, ისეთ ფსიქოლოგიურ ომში ყველაზე დიდი ზეწოლა მიდის ახლა ჩვენზე რა. მეც დავეთანხმები, აღარ მახსოვს თქვენ ქალბატონებო, რომელმა თქვით, რომ არანაკლებ უკრაინელებზე არანაკლებ წნეხს განვიცდით, იმიტომ იქ იციან ბომბია, იქ სხვა შორის გაერთიანებულები არიან და ემალებიან მეტროში, არ ვისურვებ საქართველოში მსგავს, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა, როდესაც გეუბნებიან ერთს, აკეთებენ მეორეს და ფიქრობენ მესამეს, ეს ბევრად რთული, გასააზრებელი და მოსანელებელია რა. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი მიდგომა, პროტესტი უნდა შეიცვალოს, იმიტომ ბრძოლა ინგა ყოველთვის იცვლება. აი ჩვენ, როდესაც დოიმ დადგა სპექტაკლი, იქეთა მხარემ სამწუხაროდ ესე უნდა ვთქვა რა, არსებობს ორი მხარე. იქეთა მხარემ დაიწყო. რა, გამოუშვეს ანდრო? ითამაშეთ სპექტაკლი? არა, ბატონო, არ გამოუშვეს, მაგრამ ბრძოლის ფორმა შევცვალეთ. ეხლა კიდე შესაძლებელია ბრძოლის ფორმა და მე მგონია, რომ თუ კი ვინმე ოდნავ არა აქვს ამას მნიშვნელობა ის ქოცია, ნაცია, ვინ არის, რა არის, უბრალოდ თავის ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრობს, ინგა. მე ვთვლი და მგონია, რომ კი არ უნდა მოუწოდოთ, რომ ყველა თავის რაიონულ ცენტრში გავიდეს, რაიონებში, არა, ყველა ჩამოვიდეს თბილისში, რუსთაველზე და რო გაივსება ეს რუსთაველი, ვნახოთ სადამდე გაივსება. მერე ვნახოთ როგორ ვისრას დაიჭერენ. იმიტომ აბსურდული ჯერ ესეთი რა კანონს ემორჩილები. იმ კანონს ვფიქრობ, რომ არ უნდა დაემორჩილოს. იმ კანონს ვემორჩილებით, იძულებით ვემორჩილებით, ვისაც არ ვცნობთ, იმის მიერ დაწერილ კანონს ვემორჩილებით. აი ჩვენი წაგება სად არის. მაგრამ ვემორჩილებით იმიტომ, რომ ბევრნი არ ვჩანვართ, სახლებში ვართ. ამიტომ ბერი თუ რა ვიცი, მრევლი თუ ხალხი თუ ვინც განა ამათ მოწინააღმდეგე, ესენი ვინ არიან? ესენი ეგრევე გაქრებიან, ინგა. როგორც კი ხალხის რაოდენობას დაინახავენ. ძალიან ბევრი ყველამ უნდა გაიჭიროს და გამოვიდეთ რუსთაველზე და ოღონდ არ უნდა დავიშალოთ რა. შეიძლება ეს გაგრძელდეს 2 დღე, 5 დღე, 1 კვირა, მაქსიმუმ 2 კვირა. ესენი ვერ გაუძლებენ და მივახთ და მოთხოვნა უნდა იყოს ერთი. თავისუფალი, ხელახალი არჩევნები. აი, მეტი გამოუშვით პოლიტპატიმრები, რა თქმა ეს ყველაფერი იგულისხმება ამაში. და არანაირი იმის მთავრობის სვლა, იმიტომ ივანიშვილი ხვალვე ყველას შეგიცვლის და დაგისმევს ახალს და გეტყვის, აჰა, მაშინ ან უნდა მოვითხოვოთ ერთი ეს, რომ დაინიშნოს დამოუკიდებელი, ხელახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, ან მეორე, წვავე ყველაზე
საქართველოს ივანიშვილის გარეშე. ეგრევე დაგინიშნავს იმას. მაგრამ უნდა გავძლოთ ის 5 დღე, 1 კვირა თუ 2 კვირა რა. და ბოლოს და ბოლოს შევხვდეთ ახალ წელს ყველა ქუჩაში რა. იქ დავიძინოთ, იქ გავიღვიძოთ. არა, რა თქმა უნდა. იმიტომ დამთავრებული ამბავია, უკაც აი ფინალში ვართ უკვე რა.